გულს დაუჯერე, გულს ენდე, გულს მიხყევი. აქამდე ეს მხოლოდ პოეზია გვეგონა. ეხლა კი აღმოჩნდა, რომ ეს ბიოლოგიაცაა. თქვენი გული პირდაპირ გაგებით ხელმძღვანელობს თქვენი ტვინის გადაწყვეტილებებსა და ინტუიციას. გაგიკვირდებათ და გულმა იცის, სანამ გონება გაიაზრებს. წლების განმავლობაში, პრინციპში, თითქმის ყოველთვის მეცნიერებს ეგონათ, რომ ყველაფერს ტვინი მართავდა. ეხლა კი ახალი კვლევები აჩვენებს, რომ გაცილებთ მეტი სიგნალი მიედინება გულიდან ტვინისკენ, ვიდრე პირიქით. HeartMath ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც თქვენი გული შვიდ კოჰერენტულ მდგომარეობაშია, თქვენი ტვინი ხდება უფრო ფოკუსირებული, კრეატიული და სტაბილური. თქვენს გულში დაახლოებით 40,000 სპეციალიზებული ნეირონია, რომელიც ქმნის სისტემას, რომელსაც გულის ტვინს უწოდებენ. მას დამოუკიდებლად შეუძლია ფიქრი, დამახსოვრება და გრძნობა. თქვენი გულისცემა იცვლება თქვენი ემოციების მიხედვით, მაგრამ თქვენი ემოციებიც მიჰყვება თქვენს გულისცემას. ამიტომაა, რომ ნელის უნთქვა ან გულის დამშვიდება მყისიერად წმენს და ამშვიდებს გონებასაც. გულიდან წამოსული ნეირონები ტვინთან ელექტრომაგნიტური და ბიოქიმიური სიგნალებით ურთიერთობენ. გულსა და ტვინს შორის სიგნალების დაახლოებით 80% მიედინება გულიდან ტვინისკენ და არა პირიქით. ასე რომ, როცა თქვენი გულის რიტმი მშვიდია, ანუ კოჰერენტული, თქვენი ტვინი სინქრონიზდება, ამცირებს შფოთვას და ზრდის ინტუიციას. ასე რომ, გულს დაუჯერე, ეს სიტყვები მეცნიერულად ფაქტობრივად გამართლებულია.